უცნობი წერს დატო სკორპიონზე გითხარი რამეო. სკორპიონსი კარჩი აი ამ დონაციების ავტორებს იმედი გაკოტრდები და ფული არ გექნება და არასდროს რომ მათ ხოვარს მიცავთ აი და შეჩემა 2 წამი რა არა ღამე აი ყველაზე ცუდი არის ხოლმე ამ დროს აი თავიდან რო კითხოთ არ შეგიძლიათ სკორპიონი და პინკ ფლოიდი და იმედია რომ არანაირი 2026 წელი იქნება თქვენთვის დამაქცევარი და არანაირი თანხა არ გექნება თუ ტატოს მაგაში ფული გადაუხადოთ ვინც მაგაში ფულს ჩარიცხავთ აქ ყველანი მძულხართ ჩემი კაი ეხა სპეციალურად გამოუშვით ყველამ სპეციალურად კაცის ბოლოს რო იწყება მუსიკაზე ლაპარაკი სათოხარი რა არის ისა სათოხარი არის ტერიტორია რომელიც უნდა გათოხნო ხო მივხვდი რამე თქვი სკორპიონსი ძალიან საკაიფო ნორმალური ბენდია ჩემი აზრით ბევრი კაი სიმღერა აქვს ერთი ვერ გეტყვი რომ ისეთი ჩემთვის არის ბენდები იყოფა როგორ კატეგორიებად იცი არის თქვათ ბენდები რომელებსაც ალბომებით მივყვები რა ალბომები ვიცი და ალბომებით უსმენ და ალბომებით ვაფასებ და შემე ზოგი ბენდია რომელსაც ვაფასებ best of-ებით ანუ აი просто კრებულით რა რა ეს საუკეთესო სიმღერების ათეული ბორნიკი საუკეთესო ბორნიკი 20 საუკეთესო სიმღერა რაღაც იყო აი best of-ები ხო იყიდებოდა რა ხო არის ბენდი აი მაგალითად Pink Floyd თუ მარტო best of-ებით იცი ესე იგი ჩაინიკი ხარ მუსიკაში იმიტომ რომ Pink Floyd არ შეიძლება best of-ებით იცოდე Pink Floyd უნდა იცოდე ალბომებით Led Zeppelin გადადის სიმღერაში ერთი რო კონცეპტუალური ალბომებია მაგრამ გარდა მაგისა ისედაც რა ანუ Pink Floyd-ის სიმღერები და ალბომები ისეთია ზოგადად რომ ბევრი სიმღერა ჯერ ერთმანეთთან დაკავშირებულის გარდა არის ისეთ სიმღერებს აღმოვაჩინო იქ თვითონ იმ ალბომში რომ best of-ში არ იქნება რა ვეროს ვერ მოხდება ხო ისე როგორც Beatles-ს აქვს უამრავი ეგეთი სიმღერა რომელიც Beatles-ჟ იმდენად ბევრი სიმღერა აქვს რომ 3 best of-ი მქონდა Beatles-ის ბავშვობაში და სიმღერები 2-ში არ ემთხვეოდა შეჩემო სხვადასხვა იყო Doors-ის მქონდა ეგრე სხვადასხვა 2 best of-ი მქონდა და არც ერთი სიმღერა არ ემთხვეოდა არც ერთი საერთოდ ანუ იქ სხვა 10 სიმღერა იყო 15 სიმღერა იყო სხვა და იქ სხვა 15-20 სიმღერა იყო და ეგეთი ბენდები ბევრი არ არის Scorpions არის ისეთი ბენდი რომ აი 3-4 best of-ი რო იყიდო ყველა სიმღერა გამეორდება რა Wind of Change რაღაცა Rock You Like a Hurricane You and I და ასე შემდეგ მაგრამ რაც აქვს კარგები ცოტაა ბევრი არ არის ერთი აი მაქსიმუმ ალბათ 10 სიმღერა აქვს მაგარი მაგრამ ძალიან მაგარია ეგაც სიმღერა აი უნდა თქვა ცოტაა Scorpions-ის ხო მაგრამ ძალიან მაგრები აქვს რა просто Scorpions-ი ძალიან არაპროპორციულად პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში რო დაფიქრე რა, ანუ სოფლიოს მასშტაბით პოპულარული ბენდია, რა თქმა უნდა, ხა გამორჩეული ბენდია, მაგრამ საბჭოთა კავშირში იყო ძალიან პოპულარული. და ეჭვი მაქვს, რომ მიზეზი ის იყო, რომ გერმანელები იყვნენ ერთი და ალბათ რახან ევროპელები იყვნენ, აქეთ მაგის გამო თუ ის გამო არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა კავშირში რადგან თან ისად ჰქონდათ ალბათ Wind of Change-ამდე დიდი პროტესტული მუხტი არ ჰქონდათ, საბჭოთა კავშირში უშვებდნენ და მეერე უცებ საბჭოთა კავშირის დაშლისგან წავიდა საქმე და ამათმა Wind of Change-ო გამოუშვეს, ვაფშე პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე ძალიან პოპულარული გაიჩიტნენ რა. მე მგონი Wind of Change ხო მაგას პერიოდშია. ხო მაგ პერიოდშია წერილი თან აი ბერლინის კედლის დაგრევის დროს. და კაი ბენდია, მაგრამ ისეთი არა ქვია. რაღაცა ტოპ 10 ბენდში ვერ შევიდოდა რა, ხა ჩემთვის ვერ შედის. მაგრამ ისე კაი ბენდია. თამაში ვირჩიო რა, puzzle game-იო და აი ეგ რა კითხვები რა როგორმე ცოტა ადრე რაღაცების დასაწყისშიო დაუსვათ თუ შეიძლება რა იმედი მაქვს რომ ვინც მაკენა ხო და აჩის PlayStation-ი მაქვსო და რაღაც puzzle-ები მევასებაო და ისა რა ქვია super liminal არის ეგეთ თამაში ოპტიკური ილუზიაზე რა ოპტიკური ილუზიებით ხსნი puzzle-ებს პერსპექტივებზეა რა რაღაც რო აიღებ ეს რო გახედო დიდდება და ზღადაობა თამაშია თან რა თან გეკაიფება რაღაც პონჩი თამაში და დღენახევარში დავხურო და ძალიან მოეწონა და თქვენ შეგიძლიათ სადოთ super liminal ქვია კი ბატონო PlayStation-ზეა კი არის პლასში არის თუ პლასში იყო მე პლასში დავხურე და ამოღებული აღარ არის მაგრამ ის არის რა ანუ ხადაობაა ძალიან შემდგომი მამათმავალი გწერს კალა მონეტიზაციისთვის ინდმე წარმის საბუთი აუცილებელია რომ გავაკეთო არა შემდეგი ვაფშე სხვა კითხავს ველოდი წერტილი დავიძაბე კალა
სანდრექს აქვს წერს უკვე დამტკიცებულ ტოტი 11-ში FC 26-ში რაფინია და იამალი არ შეიყვანეს, რას ფიქრობთო? რაო? სადაც შეიყვანეს? 11 წელს ხო რა, ხო. Team of the Year-ში არც რაფინია, არც იამალი. ხო რა, FC 26-ში არც რაფინია, არც იამალი არ შეიყვანეს. ვინმე? FIFA არის ნაძირლების ორგანიზაცია. ეს არის ნაძირლების. არა, მაიცი ეს კალაჯო. ხმის მისამით ხდება. ხალხი აზრობს ხმას. ხო, FIFA ხო ნაძირლების ორგანიზაცია. ეს არ გამორიცხავს. არა, არ გამორიცხავს. FIFA ნაძირლების ორგანიზაცია. FIFA მართლა ნაძირლების ორგანიზაცია. ჯანი ინფანტინოს მე, ეხლა ხო არის 13 იანვარია უკვე. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩა მთელი 6 თვე. ხო? 5. რაც არის 150 დღეზე ცოტა მეტი. ყოველ დღე 150 ქალაქს ავარჩევდი. ყოველ დღე კარგად დაგვეგმავდი ოღონდ თბილისიდან ერევანში ჩავიყვანდი, ერევნიდან ბაქოში, ბაქოდან რაც გადავაფრენდი სტამბულში, სტამბულიდან სოფიაში და ასე კარგად რომ მოგვესწრო ყველაფერი, რომ არ დაღლილიყო ძალიან ოცე. 150 ქალაქში ჩავიყვანდი და შუა მთავარ მოედანზე სადაც აქვთ გამოვიყვანდი და პანჩურს ამოვარტყმევინებდი 20 სხვადასხვა ტიპს რა. ოღონდ ეს წაკუზული იქნებოდა ესე და 20 სხვადასხვა ფეხბურთის მოყვარული პანჩურს ამოვარტყმევდა ინფანტინოს და ესე 150 ქალაქში ტური იქნებოდა ხო არის რომ რაღაცა იმას ოლიმპიურ ჩირაღდანს ჩამოატარებენ თასი ეს იქნებოდა ინფანტინოს ტური რომ ფეხბურთის გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით ინფანტინოს პანჩურს ურტყამენ იმის გამო თუ რაც უქნა მსოფლიოს ჩემპიონატს და რასაც გამოიწვევს ეს როცა დაიწყება რა ვიცი ფეხბურთის მილიარდობით მოყვარულისთვის საყვარელი საფეხბურთო ტურნირი რომელთაც ბევრი ლამის ცხოვრებას უზომავთ აი 4 წლით იმაშვები თუ ეს თუ აი ეს პერიოდია ხო საფრანგეთი როა ჩემპიონი და რაღაც ეგეთებს თავში ეგრე ვალაგებთ ხოლმე და ეგრე ხარშავთ და ამ ტიპმა დედა მოუტყნა ამის ჯერ არ ვიცი ბოლომდე მაგრამ თუ რავი 48 გუნდიანი ტურნირი რომლის ჯგუფური ეტაპიც არის აი ეძებ თევზაობ რომ აი საინტერესო ჯგუფი იპოვო და მაინც ჭირს მაინც ვერ პოულობ იმიტომ რომ რო უყურებ გონია რომ კონკაკაფის ოქროს თასია ან აზიის თასია რაღაც ეგეთი ისეთი ჯგუფები არის რა და მანდრო ჯგუფური ეტაპი რო არ არის საინტერესო სოფლიოს ჩემპიონატზე ეგ არის მაგასაც დაიწერენ შეჭი მის ხო დაიჭირეს ჩამოართვეს ისინი ანუ მაგის წინამორბედები ვინც იყო ყველა დაჭერილი იყო ხო მე ამას მოუწევს როგორც ხდება ხოლმე რა არა ბიჭო ეს თან ისინი კიდე რაღაცას ჩმალავდნენ და მალავდნენ ეს არც მალავს შეჩემა ამას პირი გამობული აქვს პირდაპირ იმაშვება რა ფეხებზე კიდია შეჩემა ისეთი საქციელი რაც გააკეთეს აი საუდის რომ ისის ტურნირი რომ არ არსებული რაღაცაა ვერც ვიხსენებ საერთოდ საჭირო მოიფიქრო ან როგორ შეიძლება ეგეთმა გააკეთო საერთოდ რომ იცი რა ეხა აღარ უწევს აზიას და მოდი ერთად შევტენოთ სამ კონფედერაციას იმიტომ რომ ჯერ ხა აფრიკაში უნდა ჩატარდეს მე აზია ევროპაში აი წინაზე შეჩემა ინფანტინოს გადავიდეთ ეხლა დავამთავროთ ნელა და ბოლო 3 დონაცია არის რაღაცა ინფანტინოს ტრაკი იგებს დიდი უპირატესობით 1000-იანი დონაცია ტატო რამე ტოპ თესლი ანეკდოტი მოყევი ძმურადო ტოპ თესლი ანეკდოტი ტოპ თესლი ანეკდოტია ჩემ ბავშვობის მე აღარ გამიგია რომ ვიღაცას ეთქვა სოეთი ანეკდოტი მოგვიყე ძალიან დაიბრიდა ანეკდოტების თემა რა იმენ ანეკდოტი ქართულ ტელევიზიებში თუ გადაცემების წება აუ მართალი ხარ ხო ანეკდოტების თემაზე აუ მართალი ხარ იმ დღეს რომელიღაც არ ხსე იყო ბიჭო მე მიმიწვიეს და უარი უთხარი ერთხელ მე ხო ვარ თქვა მიჭირს მაგრამ ასე მიგიწევს მან მაინც არ მივედა ანეკდოტები უნდა მოგეყოლა ხო ან მითხრეს რომ თუ უნდა გეთამაშოთ უნდა მოგეყოლა თუ არ გექონება ანეკდოტი ჩვენ მოგცემთ და ჩვენი მოგება აუ გადაობ შეცემა რა უგედურებაა და ანეკდოტი ბიჭო აი მე მგონი აი რაღაცები ხო ხარ არის რომ აი ბაბინები მაგალითად აი ვინილები დაბრუნდა და მოდაში აი ბაბინა არ დაბრუნებულა და ალბათ არ დაბრუნდება იმიტომ რომ თან აი არაპრაქტიკულია და ხმაც არა აქ ისეთი კარგი და მოეყლეობა ასული ხო აი ბაბინა ხო გადაშენდა და მოკვდა რა ხა ბაბინა ის კი CD-ები კვდება ლამის და ბაბინას დედავატი ანეკდოტებს გონია რომ აი ეგ თემაა აი ანეკდოტი უკვე და აი ეგ უკვე აი მე მგონია რომ დაბრუნდილი ამბავია რა ანეკდოტი იმენ ანეკდოტი ის კი არა რაღაცა სასაცილო ისტორია ან ამე ხუმრობა არა ხო აი იმენ ანეკდოტი სიტუაციური მასოყრა აი შეჩემა ვერ გავითარდნენ ახლა ისინი რა უთხრა მაროს რაღაცა შეჩემა ვერ დამთავრდა და მეცაც გეტყვი
რაც უფრო მეტი დრო გადის ტელევიზია ხო ჩამორჩენილი იყო და აი რაღაცა YouTube-ი გაიჩნდა TikTok-ი ტელევიზია ხო უნდა ცდილობდეს რომ ამას დაეციოს არა უფრო რჩება კი აი ესე მიდიან რა კოსმოსივით არის რა ანუ პირიქით ესე ფართოვდება რომ ერთმანეთს ესე ვეღარ ნახავენ იმიტომ მე კადრები რაც შემხვდა ეხა ერთ-ერთი გადაცემიდან მივხვდი რომ სიყალბის ლეველი კი არ იკლებს რომ მოდი ჩვენ სხვა ვცადოთ რომ ადამიანებს დაუახლოვდეთ და ეს ნიღბები ცოტა თუ არ მოვიშორებთ აი ამ ადგილზე მაინც მოვიხსნათ რომ აი ცოტა აქ ეს ვანახოთ ხალხს პირიქით ისეთი ცუდი საყურებელია რომ აი გუნავს რა რომ დაინახავ აი ამ სახეებს და ისე იქცევიან არაბუნებრივად სხვაშორის მეც მოგცევა რა ეგრე არაბუნებრივად ტელევიზორში რომ მუშაობდი რაღაცა მითამაშია და ჩემი თავი რომ ინახოს მე ძალიან გამწდომია რომ აი რატო გავაკეთე ეს რა ანუ იმიტომ რომ სიტუაციაში დუპანში ხარ რა სიტუაციაში ო რასაც ხედავ იმას აკეთებ სიტუაციაში ხო ძალიან თან ხო აბა მე იმედში რომ მუშაობდი მაგალითად მაგრად მაწუხებდა ეგ მანდიზამდი ახლა მაგას აბა სილკში ხო არიზამდი შეჩერმა სილკში უნდა გეთამაშო ხო ანუ იმედში რომ ვიყავი სილკშიც ითამაშებ ახლა რა სილკში ეგრე ვერ ითამაშებ ეგეთ არაბუნებრივ რაღაცა იმას მარა ჩვეულებრივ ტელევიზიასაც რომ მივხვდი რომ მომიწია ეგეც ცალკე სტრესი იყო ჩემთვის და არ იყო ჩემი ადგილი მანდ რა